მოგესალმებით, ეთერშია BMG ავტოშოუ ნიკა შელიასთან და გიორგი დანელიასთან ერთად. დღეს გადაცემაში იხილავთ. საავტომობილო სიახლეები, ახალი განყოფილებები და რეკორდები. რა ხდება ავტოსამყაროში? ერეკლე ფოლადიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ საავტომობილო ბრენდების აქციების დინამიკას. ალტერნატიული გზა თუ სრული აკრძალვა, რაბედიელის Georgian Drag Racing სერიებს. თემაზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. გიგი ტუღუში, ლაშა ჭანდურია, ბუბუ ყვარელაშვილი, ტატო ფუხაშვილი და ბუბუ ჯინჯარაძე. ზოგადად, როცა დრაგზე მიდის საუბარი, სამუხურჭე სისტემას ამსუბუქებენ და აპატარავებენ იმის გამო, რომ უკეთესად აჩქარდეს მანქანა. ჩვენ პირიქით გვიწევს. მე ავაწყე მანქანა, რომელიც თვითონვე ფედერაციამ დამიდასტურა და მომცა ლიცენზია, რომ იყო თავიდან ბოლომდე უსაფრთხო, მაგრამ რა მივიღე, ანუ ქუჩაში მართლა ხო არ გავყავთ ბანზე ვიგაზავებ და იქ ხوار ჩავატარებ, გზა გჭირდება თორე. შეჯიბრის გადადება რამოდენიმე წლით საერთოდ არ გჭირდება. ჩვენ გვაქვს თავარი პრობლემა, რომ აბსოლუტ კლასი აგვიჩქარდა ძალიან. მეოდე პირობას, რომ მთელი აღმოსავლეთ ევროპის უჩქარესი მანქანები ჩამოვლენ საქართველოში და მიიღებენ ხოლმე მონაწილეობას. მოკლედ ძალიან მაგარი ამბები გვაქვს. Subaru-ში იქმნება განყოფილება ცალკე, რომელიც სპორტულ მანქანებზე იმუშავებს. როგორც იქნა და ძალიან მაგარი გადაწყვეტილება, მიხვდნენ ეთყობა, რომ რაღაც ახალი ჭირდება Subaru-ს, ამ ბოლო დროს გაყიდვებიც ნელ-ნელა შემცირდა სპორტული მოდელების კუთხით და შექმნეს დეპარტამენტი, რომელიც იმუშავებს სპორტულ ავტომობილებზე და ვნახოთ რაღაც საინტერესო კონცეფციას ველით მათგან. თან ესეთი რაღაცა თქვეს, რომ მივხვდითო, რომ რაღაც ახალი გჭირდებაო რა. ხო და ეს მე მგონი უფრო თავის მართლებას გავდა მე იმედიმაქვს დაიწყეს საუბარი. PR-ზე 200 ცხენის ძალას გაცდება ადრე თუ მეც იმედი მაქვს. ხო და აქეთ Honda და Toyota ისეთ რაღაცეებს ქმნიან, უფრო თავის მართლება იყო მე მგონი Honda ჩამორჩება საკმაოდ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია საინტერესო არაფერი არ გამოუშვია. ნუ ერთადერთი Type-ს უშვებს, რომელიც ზომაში იზრდება, ისევ მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე დარჩა, ვერ განვითარდა და არა, მექანიკური კოლოფი კაია, ეხლა მაგას რა სერჩი. მექანიკური კოლოფი კარგია, მაგრამ აღარ არის ჩქარი და შენ ახლა ხელში სიჩქარე თუ არა გაქვს, ცოტა უნდა ივარჯიშო, მომავეგრი არ შეიძლება. არა, უყურე როგორი რაღაცა თანამედროვე კოლოფებს, რითიც არის აღჭურვილი თუნდაც BMW, თუნდაც BMW და BMW, Alfa-საც სხვა შორის ZF-ი უყენია, 8 HP. ვერანაირად ვერ აჯობებს ვერც ტრეკზე და აი ვერც ერთ დისციპლინაში ვერ აჯობებს მექანიკური კოლოფი. რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს და რაოდენ არ უნდა ვიძახოთ ჩვენ რომ აი მექანიკური კოლოფი და მექანიკური კოლოფი ფაქტი სახეზეა რომ ეს რობოტები და ასე ვთქვათ dual clutch-ები და თანამედროვე კოლოფები ჯობნია. კაი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, მოკლედ საქართველოში დასახლებულ ტერიტორიაზე 50 კილომეტრამდე სიჩქარის შემცირებას ითხოვენ. და ამას ითხოვს პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის და საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაცია. ასევე ითხოვენ, რომ ვიდეო ჯარიმებზე ვქულები რომ მოაკლდეთო მძღოლებს. ეს რამდენად სამართლიანი იქნება, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემ ავტომობილზე შეიძლება პირობითად შენ იჯდეს, სხვა იჯდეს, ვიღაცა იჯდეს და ვფიქრობ, რომ საპრობლემო იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ თემას ესა ვერ დაალაგებენ რა. კი, გაუჭირდებათ. ხო, ჯარიმების ამბავზეც გვახსოვს, რომ მოუმატეს მე ისევ დაწიეს და ნუ აი არ ვიცი. ნახოთ როგორ განვითარდება ეს მოვლენები. კი, მოკლედ ძალიან საინტერესო მოდელი ვიხილეთ, ეს არის Dodge Durango, რომელშიც 392 ჰემის ძრავა მოათავსეს, აწ უკვე გამოიმუშავებს 475 ცხენის ძალას და 0-დან 100-მდე სჭირდება 4.4 წამი. იმდენად პოპულარული გახდა ეს ავტომობილი ამერიკაში, რომ 2006 წლის შემდეგ ისევ რეკორდი მოხსნა Durango-მ გაყიდვებში. ამერიკელებს უყვართ ეგეთი ავტომობილები. წლის პირველ ნახევარში 39 წამდე მოდელი გაიყიდა. და ძალიან მაგარი შედეგია. კი, ნამდვილად მაგარი შედეგია Dodge-ისთვის, რომელიც არც თუ ისე კარგ სიტუაციაში იყო ბოლო პერიოდში გაყიდვების კუთხით. კი. ასევე მინდა აღვნიშნოს რაღაცა, რომ ვინც გვიყურებთ აქტიურად, მოგეხსენებათ საავტომობილო აქციებით დავკავდით მეც და გიორგი, რამდენიმე ბრენდის აქციები გვაქვს ნაყიდი. ამ თემაზე ახლა უფრო დეტალურად შემოგვიერთდება ერეკლე ფოლადიშვილი და ვისაუბრებთ და განვიხილავთ, რომელი ავტომობილის აქციების ყიდვა იქნება პერსპექტიული, ასე ვთქვათ, მომავალში. მადლობა ერეკლე ჩვენთან სტუმრობისთვის. მოკლედ მე როგორც დამწყები აქციონერი, ასე ვთქვათ, ვფლობ საავტომობილო სფეროში რამდენიმე აქციას. Honda, Ferrari და Ford. კი. რო შევაჯამოთ ზოგადად, აი რამდენად აი ვისაც ეხა უნდა მაგალითად აქციის ყიდვა კონკრეტულად რომელიმე ბრენდის რა. როგორი დინამიკა აქვს ამ აქციებს, რა გაითვალისწინოს ყიდვის დროს და ასე შემდეგ ამაზე რო ვისაუბროთ. ხო, საკმაოდ ცვალებადია, შეიძლება ითქვას მოცემულობა ყველა
ავტოინდუსტრიის წარმომადგენლის მიმართებით ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა რომ ყველაზე კარგი მოცემულობა აქვს ამერიკულ კომპანიებს და Ford-ში თუ გაქვს ამ შემთხვევაში აქციები ნაკლები კარგად მოცემულობა ამ შემთხვევაში რაც შეეხება Honda-ს აქვს მცირედი ზრდა და ის მხოლოდ იმან გადაარჩინა ამ დიდ ვარნას რაც აქვს სხვა კომპანიებს რომ ის არის იაპონური ის არის ძალიან ძლიერი ასე ვთქვათ სტაბილური Toyota-ს ტიპის ბრენდი რომელიც არ იცვლის თავის პოზიციებს და მყარად დგას თავის ადგილზე შესანიშნავად ახერხებს გაყიდვებს სწორედ იმის გამო რომ არ დაიწყო ისე თამაში როგორც ევროპულმა კომპანიებმა შესაბამისად ამ ორ კომპანიებს კარგად აქვს საქმე მეტნაკლებად Ford-ს გაცილებით უკეთესად საინტერესოა რომ Ferrari-ს ამჟამად აქვს კარგად საქმე იმიტომ რომ და წლიურ ჭრილშიც კარგად აქვს საქმე ლუჩერო გამოვიდა ისეთი ამბავი დატრიალა რომ მე მაშინ უნდა გეყიდო ძალიან ცხადია ჩვენ რეკომენდაციას არავის არ მივცემთ და არ შეიძლება ამის თქმა მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იყო საუკეთესო მომენტი იმიტომ რომ რეალურად ყველა მიცოდა რომ რეალური მყიდველები გადაწყვეტდნენ ლუჩეს ბეტს და მათ განსაკუთრებით ჩინეთში შესანიშნავად მოახერხეს ეს 88 ავტომობილი ისე გაიყიდა რომ არც არავის უდარდია Ferrari-ში ჩვენ მაგაზე ვფიქრობდით რომ აი ჩინეთი არის შველა და გამოსავალი როცა რაღაც ვერ გეყიდება წაიღე ჩინეთში აუცილებლად იყიდიან იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ასეთი ადამიანი შესაბამისად Ferrari მოახერხა იმ მაისის ვარნიდან სერიოზულად ამოსვლა 12%-იანი ზრდა აქვს შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ესეთი მომენტები არის დასაფიქრებელი რასაც მასა ამბობს ის არ ნიშნავს იმას რომ ამას გააკეთებს ისიც ვინც ყიდულობს Ferrari-ს და ეხლა Ferrari-ს მყიდველი რო ყველა არ არის და რასაც მასა იფიქრებს იმას რომ არ იფიქრებს ის ადამიანი ვისაც ამის ფული აქვს ეს ცხადია რომ ასე ყველაზე კარგი შედეგი ვისაც შეიძლება ითქვას აქვს არის GM-ი რომელმაც მოახერხა ამერიკაში საკუთარი პოზიციების დასტაბილურება 62%-იანი ზრდა წლიურ ჭრილში და მაგაზე კარგი რა გინდა და ეს არის თავიდან ბოლომდე გამოწვეული იმით რომ არ უდარდიათ აი ელექტრომობილების ასე ვთქვათ აი ტრენდს არ აყვნენ მიყვნენ სტანდარტულად იყო ცხადია ის მომენტები რომ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა თუმცა არ დამართნიათ ისეთი რამე რაც მაგალითად Volkswagen-ს დაემართა არ დამართნიათ ეხლა როგორც ვიცი კრიზისში არის 100,000 თანამშრომელი ხო Volkswagen-ს საშუალოდ 30-40%-ამდე ვარდნა აქვს და Volkswagen-ის ის ტენდენციაც კი არ ჩანს როგორც შეიძლება შეიცვალოს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს რომ გავათავისუფლებთ 100,000 თანამშრომელს და ვხურავთ ქარხნებს თუმცა ეს რამდენად იმუშავებს ეს მეორე საკითხია იმიტომ რომ ქარხნების დახურვა ავტომატურად ნიშნავს წარმოების შემცირებას და ცხადია რომ ახლა საჭიროება არის იმის რომ რაც შეიძლება მარტივად მოახერხონ გამოსვლა ვითარებინა და 2030 წელი აქვს ის პერიოდი როდესაც BMW-ში რა ხდება ერთ ეგეს სულით აი BMW-სთან ნამდვილად არა გვაქვს კარგად საქმე 30%-იანი ვარდნა გვაქვს წლიურ ჭრილში და მხოლოდ წლის დასაწყისიდან გვაქვს 40% რაც წმინდად და სრულიად ლოგიკურად ნიშნავს იმას რომ ევროპულ ბაზარზე აი ეს ტენდენცია რომ ევროპული ავტომობილების მიმართ ინტერესი არის შემცირებული აი ეს არის ძირითადი არგუმენტი და ახსნა. განსხვავებით სხვათა შორის Mercedes-ისგან, რომელსაც მხოლოდ 12%-იანი ვარდნა აქვს, თუმცა Mercedes-ი ერთადერთმა რამაც იხსნა, არის ის, რომ ის ისევაც აგრძელებს მაღალ კატეგორიაში შეფასებული ავტომობილების კარგად გაყიდვას, მათ შორის ჩინეთის ბაზარზეც, სადაც მართალია S-კლასზე და Maybach-ზე აქვს პრობლემები და გამოჩნდნენ იქ ჩინური ანალოგები, თუმცა მაინც ახერხებს ამის გაყიდვას. აი BMW-ს აქვს ძირითადად პრობლემები და ყველაზე დიდი ჩავარდნა და ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევა BMW-ს რაც აქვს არის ის, რომ არაჩერებს ელექტრომობილებზე კაპიტალური დანახარჯების გაზრდას და ხარჯავს ფულს იმ იმედით, რომ ეს ინდუსტრია უფრო მეტად და ეს მიმართულება უფრო მეტად განვითარდება და ვიცით რაც ხდება ახლა მსოფლიოში ტენდენცია როგორიც არის დასასრულს ერთი Tesla-ს ვახსენოთ, რომელსაც ელექტრომობილებთან ყველაზე მეტად ასოცირებთ, ხო? ხო, საქართველოში პოპულარული გახდა, მაგრამ 5%-იანი ვარდნა აქვს წლიურ ჭრილში, მაგრამ მხოლოდ ბოლო 2-3 კვირაში აქვს თითქმის 30%-იანი კორექცია. ეს თავიდან ბოლომდე არის გამოწვეული იმით, რომ ილონ მასკმა გამოაცხადა, აი, როგორი ბუნებაც აქვს მას, რომ ჩემი ინტერესია, რომ ახლა განვავითარო ხელოვნური ინტელექტი და მთელი ფული უნდა დავხარჯო ამაზე და Tesla არის კომპანია, რომელიც დღეს მუშაობს მხოლოდ ელექტრომობილების დამსახურებით. არ იქნება ელექტრომობილები და რა ვიცი, გადაიბათ მაშინ პატარა ველოსიპედები რო გამოუშვა, ფეხით სათამაშო, ხო? შესაბამისად, აი ეს გათვლა რაც ახლა აქვს, შეიძლება სამომავლოდ კარგი იყოს რობოტების მიმართულებაზე, რაც რითვისაც საჭიროა, ცხადია ხელოვნური ინტელექტი, თუმცა ახლა Tesla-ს აქვს სერიოზული ვარდნა და ეს არის თავიდან ბოლომდე გამოწვეული იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც ილონ მასკი ერთპიროვნულად იღებს. ესეთია, მოკლედ რომ ვთქვათ, მოცემულობა და იაპონიაში რო კარგად აქვს საქმე ეს. კი, ჩვენ კარგად გვაქვს საქმე. მადლობა ერეკლე, ძალიან დიდი.
დღეს ჩვენთან სტუმრად არიან Georgian Drag Racing Series ორგანიზატორები და მონაწილეები. ჯამში ერთი 10,000 ცხენის ძალა ხო ვართ ახლა? ვართ. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დრაგის ეტაპზე პატარა ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ წინა გადაცემაში სანდრო ყავდალომაძე, ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც განცხადება გააკეთა მსგავსი, რომ შეიძლება საერთოდ აღარ ჩავატაროთ დრაგიო, მანამდე სანამ ახალი ავტოდრომი არ გვექნებაო. ამ ყველაფერს ძალიან დიდი კრიტიკა და გამოხმაურება მოყვა ინტერნეტ სივრცეში. ეხლა კი უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად გავიაროთ, რამდენად მართებულია, რამდენად სწორია ეს ყველაფერი და რა შეიძლება მოხდეს თუ ეგ ყველაფერი მოხდა რაც თქვეს ალტერნატივა რეები გვაქვს. გიგი, მოდი შენ დავიწყოთ. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მოკლედ, მარტივად დავიწყოთ, რას ქვია აკრძალვა. ხო, ჩვენ ამას იმიტომ ვატარებთ, რომ ხალხი გადმოვიყვანოთ პირიქით უსაფრთხო ტერიტორიაზე და რაც შეიძლება ნაკლები ინციდენტი იყოს ქუჩაში, არ იყოს ავტობანზე და იყოს აქ ობიექტური შეჯიბრი და ასე შემდეგ. შენ აკრძალო დრაგი 1-2 წლით, არ ვიცი ეს საიდან უნდა მოიტანო ეგეთი რაღაცა. არარეალურია, იმიტომ რომ ჩათვალე ეს კონკურენცია, რაც კი ჩვენ 155 მონაწილე რეკორდი რო აბსოლუტური რო დასწრები და ინტერესით, რაც არც ერთ სახეობაში არა, ეს გაუშვა ქუჩაში ერთმანეთის დასახოცად და ვერ ხვდები ახლა კი არ უნდა აკრძალო, პირიქით ხელი უნდა შეუწყო ჩვენაირ ხალხს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს სახელი გაიტანონ და რაღაც საოცარ პროექტებს ქმნიან, ახლა ჩვენს ირგვლივ არიან ბიჭები და ხელი უნდა შეგვიწყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არა რაღაც აკრძალო და რაღაცა ეგეთი ფრაზები საერთოდ ჩემთვის მიუღებელია და არა მარტო ჩემთვის საზოგადოებისთვისაც რა თქმა უნდა. რა ვიცი, ნახოთ ახლა დავილაპარაკებთ თუ რამე შეუძლიათ რომ დაგვეხმარონ, უნდა დაგვეხმარონ, იმიტომ რომ ადგილი უნდა გამოიყოს. ეს არ არის რაღაცა ჭადრაკი, რომ ერთ ადგილას ამას სჭირდება თავისი უსაფრთხოება, ისეთი რომ რაღაცა რო იყოს, თქვათ აეროდრომი არანაირი პრობლემა არ ექნება არავის რომ გადმოგცენ აეროდრომები წელიწადში 3-4 ჯერ და ჩვენ იქ ისე უსაფრთხოდ და მოვაწყობთ მთელ ზონებს როგორც რეგიონებში ჩავდივართ და ვაწყობთ ამას 2 დღეში და ასე შემდეგ დიდი გამოცდილება გვაქვს ყველაზე დიდი გამოცდილება გვაქვს აი ესე რეგიონებში ჩატარების ღონისძიების ახალ ჩავდივართ მაგაზე მე ვისაუბროთ და მაგის პრობლემა აბსოლუტურად არ იქნება. ამიტომ ერთადერთი არის სურვილი. თუ სურვილი ექნებათ რომ ჩვენ დაგვიდგნენ გვერდში და მართლა ესე არ რისკოთ, ბიჭები ახლა თვითონაც მოყვებიან როგორი რთულია, ვთქვათ, პატარა მონაკვეთზე, გინდა აჩქარება, გინდა დამუხრუჭება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის აუცილებელი. ეს არის ამის ქუჩაში გატანა არ შეიძლება, ეს უნდა იყოს აუცილებლად დაცულ ტერიტორიაზე და უსაფრთხოდ. თან ყველაზე მეტი მაყურებელი ყავს მე როგორც ვიცი დრაგ საქართველოში ანუ ავტოსპორტს რაც ალბათ შეკრებილა ეს მაყურებელი ყველაზე მეტი დრაგზე არის ხოლმე. ჩვენ ახლა დრაგზე რა თქმა უნდა ყველა ზონა აბსოლუტურად ყველა ზონა გვეყიდება ჩვენ ღონისძიებას Georgian Drag Racing სერიებზე დრივძეც ანალოგიურად ჩვენ რასაც ვატარებთ რეგიონებში აბსოლუტურად ყველაფერი გადაჭედილია რაც კი ირგვლივ არსებობს ანუ იმიტომ რომ ჩვენ გულით და სიყვარულით და მთელი ენთუზიაზმით ვართ ეს 2011 წლიდან და ამას ხედავს ჩვენი გულშემატკივარი და გვინდობა და მაგიტომ მოდიან ჩვენ ღონისძიებებს და რა ვიცი რაღაც სწორი ფორმით უნდა კონდეს კომუნიკაცია და თანადგომა და ასე შემდეგ რა. გიგი, აეროდრომები ახსენე და გვაქვს თუ არა საქართველოში ისეთი აეროდრომი, სადაც შეიძლება რომ საქართველოს დრაგის სერიები ჩატარდეს. მე აი ახაც შემხვდა სანდრო რა იქ ფოჩი ვიყავით და ისა ზუგდიდი გადმომცესო არის თელავში აგერ ბუბუმ ადგილი ნახა ანუ თავის გაშლილობით და ყველაფრით არის თბილისშიც ის ის როგორც ვიცი კერძოა არის აეროდრომები რომლებიც შეიძლება ისე მოეწყოს რომ ეს 3-4 ჯერ ჩასატარებლად პრობლემა არ შეიქმნას არანაირი ჩვენ იმას მე ისევ დავასუფთავებთ რა თქმა უნდა და გამოვollt და ისეც დავუტოვებთ როგორიც იყო თუ უფრო მოწესრიგებულს არა რა თქმა უნდა მოდი ლაშასთანაც რო გადავიდეთ უსაფრთხოებაზეც რო ვისაუბროთ საუბარი იყო იქ საწვავის ამბავზე სამუხრუჭე ფუნდებზე და სამუხრუჭე სისტემაზე ზოგადად გავავლით ხო მაგაზეც რო ორი სიტყვით შევეხოთ ანუ რა სიტუაცია გვაქვს მაგ მხრივ მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით თქვენ მაყურებელს რაც შეეხება უსაფრთხოებას უსაფრთხოება იმ პირობებში რა პირობებში ჩვენ ვიყოფებით არის მაქსიმალურად დაცული გამომდინარე იქიდან რომ ადრეც იყო ერთი შემთხვევა რომ მანქანა დაიმტვრა იქიდან გამომდინარე ჩვენ დავიწყეთ უსაფრთხოებაზე მეტი ყურადღების მიქცევა მოგეხსენებათ რაღაც 10 წლის წინ 15 წლის წინ სასწაულები ხდებოდა მაგრამ ხდება ისიც რომ გაუთვალისწინებელი რაღაცა შეიძლება მოხდეს
პირობითად ყველანაირი უსაფრთხოება დაიცვა, მაგრამ მოხდეს რაღაცა ფიზიკური დაზიანება ადამიანის რაღაცა. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მინიმალურად იმამდე დავიყვანოთ პროცენტულ მაჩვენებლამდე ასე. ზოგადად ანუ ავტოსპორტში ხდება ესეთი შემთხვევები და კი, ფორმულა 1 ვიცით რომ ყველაზე უსაფრთხოა მსოფლიოში, თუმცა იქაც ხდება რაღაცეები, ხო? თუნდაც სხვა შეჭრიულზე კი, ანუ ეგ ჩოლებრივი მომენტია და მან როგორ არის, იცით, მან ესე რაღაცა ერთ ადამიანს ან ერთ ორგანიზაციასკენ თითი გაიშვირო, ცოტა არ მიმაჩნია, იმიტომ რომ მან ყველა თავისწილი პასუხისმგებლობა არის, როგორც გამოსვლის, ასევე ორგანიზატორის, ასევე უსაფრთხოების კომისარის, ასევე იმ ნებისმიერი ჯაჭვის, რომელიც თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერს ქმნის. მონაწილე, ანუ ის არ არის მაყურებელი კინოს, ხო, ის თანამონაწილე ამ ყველაფერს, ხო, ანუ სულ გვაქვს მაგაზე საუბარი, რომ ღვედები, სკამები, ანუ სულ გზალავ იმას, რომ ღვედი არა სრულ ფორმაში რო იყოს, მაგალითად იციან ხოლმე რომ ეს აქვთ და ეს წელზე რაც გადადის, ახსნილი აქვთ ხოლმე, მაგაზე კატეგორიული ვართ კატეგორიული იმაზე რომ 3 ბოლზე, 2 ბოლზე რო არის ხოლმე ჭანჭიგზე სკამი დამაგრებული და ასე შემდეგ. ასევე იმასაც ვებრძვით რომ სპორტული კოუჩი, ასე თქვა, სპორტული სასავარძელი რაც არის, ხო, იმასაც თავის წესი აქვს, ღვედებს ესე ძირს არ უნდა დაამაგრო, იმას თავის გრადუსის მაჩვენებელი აქვს და როცა სპორტული უსაფრთხოების კარკასი დგას, იმაზე კონკრეტულ სიმაღლეზე დგება, რომ ხრებზე დაწოლა ლავიძე არ იყოს დაწოლა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მივყვებით. ასევე მივყვებით იმას, რომ ტორმუზებს უყურებთ, ანუ იყო მაგალითად აი ბიჭები აგერ არიან, შევესწარით, რაღაცა მანქანა იყო Opel Corsa, რომელსაც ტორმუზი არ უვარგოდა და ნუ გავაჩერეთ ბოლოს რა, იმიტომ რომ ხვდებოდით, რომ ტიპი ვერა ტორმუზებდა რა მანქანა რა და ნუ ხდება ყველაფერი, ხა აი ტატოს შემთხვევაში რა ძალიან ხა მეგობრობთ, რა თქმა უნდა ყველაფერი, მაგრამ რა იყო ხა იქ რეალურად მანქანა მარცხნივ წავიდა რა, ანუ როგორც არ უნდა ყოფილიყო, კიდე კაი გაშლილი იყო ის ადგილის და ხრეში იყო და ასე შემდეგ სივრცე იყო რა, ანუ ეგ რომ მაგალითად აი ამერიკული სტანდარტებით ყოფილიყო ბეტონებში, როგორც აკეთებენ, საერთოდ სტანდარტი როგორც არის, სულ ბეტონებში იქ ესე იმტროვიან მანქანა, ანუ არის რაღაცები, რაც ზოგი ჭირი მარგებელიას ამბავშია რა და აქედან გამომდინარე ხა იცით რა არის ჩვენ ვცდილობთ რომ ყველანაირი პირობა შევქმნათ თუმცა არის მეორე თემა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურას ვერაფერს ვერ უზავთ ანუ ეს ორგანიზაცია ჩვენი ორგანიზაცია და თუნდაც მონაწილეები ბიჭები არ არის იმ ხელა ორგანიზაცია რომ იყიდოს მიწა დააგოს ასვლა თუმცა მაგაზეც რაღაც წილში პასუხი ანუ შეგვიძლია თანამონაწილეობის მიღება არ მზაობაც არის მაგაზე. თუმცა ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში რაღაც ესენი მიგდებული ტერიტორია იპოვო, რომ წყალი რო იყოს, დენი რო იყოს და მინიმუმ რაღაც ასფალტი დააგო. არის აი გიგი თქვენც როგორც აღნიშნეთ აეროდრომები, რომელიც არის საკმაოდ უსაფრთხო 25 მეტრია განი, აი მაგალითად თელავში ნახა ბუბუმ, დაახლოებით კილომეტრია სულ ახალი დაგებული ასფალტი და მე 700 მეტრი არის ბეტონის ფილები, რომელიც სრულიად საკმარისია ყველაფერს გაშლილი ტერიტორია, ანუ რომს გადავარდეს მანქანა, მთავარი არის კედელი არ დახტეს. ეგ არის მთელი პრინციპი, თორე ხა უსაფრთხოებას თუ დავიცავთ, მაშინ მოდით სახში დავждეთ ყველანი, იმიტომ რომ იმ მანქანას, ანუ ჩვენ გვაქვს ორი ლოგიკა უსაფრთხოების. პირველი ლოგიკაა ქარხნის მიერ დაშვებული უსაფრთხოება, რომელიც შეიცავს იმ ღვედს, იმ სკამს და იმას, რითაც Porsche-ს იყიდი და შეგიძლია თავისუფლად ულიმიტო ავტომატზე დაიმტრე, ანუ მაგას Porsche-ს ვერ დაძდებ ბრალს, ხო? მაგ რომელიც აკრედიტირებულმა კომპანიებმა თუ არ ვიცი, იმათმა გასცეს ეს უსაფრთხოება, რომ საერთო მოხმარების გზებზე ამ მანქანებით ამ კონფიგურაციით შეიძლება სიარული და მეორეა სპორტული კონფიგურაცია, ანუ კარკასი და ასე შემდეგ. ერთადერთი ჩვენ რაც გვაქვს ანუ აი ეს ყველაზე ჩქარი კლასი რომელიც არის, იქ გვაქვს რაღაც დოზი დაშვებები, მაგრამ იქაც რაღაც ადამიანურ ზღვრამდე გვაქვს დაშვებები რა, რომ იქაც რაღაცაზე ხუჭავთ თვალს, რაღაცაზე არ ხუჭავთ თვალს. ანუ ხუჭავთ რას ვამბობ, რომ ცოტა მეტ გაქანებას ვაძლევთ ბიჭებს რა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა არ ზრუნავს და არ ნერვიულობს რა. ანუ აი ტატოს შემთხვევა იყო მეორე შემთხვევა ამ დენი წლის განმავლობაში და ჩვენთვის ეს უკვე სიგნალია, რომ უკვე ფართო გზებზე უნდა გადავიდე და ჩემი აზრით რაც შეეხება ფედერაციას თუ სახელმწიფოს თუ ნებისმიერ სტრუქტურას, ვისაც შეუძლია ამაში გვერდში დგომა და რა ვიცი, დახმარება უნდა დაგვეხმარონ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის ადამიანები, ფედერაციაც ასევე და ასევე ის ნებისმიერი ორგანიზატორი, ვინც აი ამ ბიჭებს ამათ შრომას და ამათ რაღაცა უსაფრთხოების ნორმებში ვაქცევთ, რომ პირიქით ბევრი ვიყოთ და ბევრი ესეთი ღონისძიება გაკეთდეს, რომ ქალაქში არ მოგინდეს აგების კეთება. მონაწილეების რიცხვითაც გამოირჩევა ზოგადად, რაგი რეკორდიც მოიცვა.
მონაწილე იყო. ხო, რეკორდის მოხდა, ინტერესი ძალიან დიდი აქვს. ინტერესი დიდია და იცით რა არის თან უკვე საქართველოში ჩვენ ძალიან გემოვნებიანი ხალხი ვართ. მანქანა ძალიან გვიყვარს და რა ვიცი, ამ ბოლო დროს ისეთი ავტომობილები ყველა აწყდებით და ქალაქში ყველა ხედავთ, რომ ისეთი ავტომობილებია, რომ შექმნილი ავტოდრომისთვის, სიჩქარისთვის და ექსტრემალური მართვისთვის და ეს მანქანები სადღაც თუ არ ასე თქვა დავაბით, ისე არ გამოვა რა. დავაბით ცუდი გაგებით ვარ, ანუ დაიხარჯონ უნდა ამ ბიჭებმა, აი ეს თავისი ადრენალინი გამოყონ. ხო და რა ვიცი, გაჩერებით და შეჩერებით, მე მგონია რომ უფრო ფატალურ შედეგამდე მივალთ და რა ვიცი, ჩემი აზრია 2 შეჯიბრის მაგრად 5 უნდა ჩატარდეს, მე რომ მკითხო. იმიტომ რომ ეს ბიჭები ახლა მეც მრბოლელი ვარ ყოფილი, წრიურ ბოლოს დავდედი ლეგენდების იმაში და იქ იმდენად ვიხარჯებოდი ემოციურად, ადრენალინით ყველაფერს, რომ ქალაქში ოღონდ რულზე არ დამждარიყავი. კი, ძალიან ცნობი ხო, ანუ ეგ არის და შესაბამისად, რა ვიცი, ჩემი აზრია რომ ეს ბიჭები, ამათი რაღაცა ისა თან ყველაზე მნიშვნელოვანი ისა რომ ამ ბიჭებს გააქვთ საერთაშორისო ასპარეზზე სახელი, ანუ დრაგი იცით თქვენ პროგრამა და ისა, ბევრი ქართული მონაცემი შედეგი ლიდერია. აგე ბუბუს. კი, ლიდერია, ხო და შესაბამისად, რა ვიცი, არ ვაკეთებთ საერო საქმეც გამოდის ასე ვთქვათ რა რომ რუკაზე ვაჩვენებთ ჩვენ წერტილს და ჩვენ შეგვიძლია რაღაცის კეთება და ჩვენ ვართ ძალიან ჭკვიანები და ისეთი ტიპები რა და რატო არა აი მანდ მივდივართ ყველანი რა მადლობა ბუბუსთანაც გადავიდეთ როგორც მოგესალმებით ძალიან აიწია კი ძალიან აჩქარდნენ ავტომობილები წლიდან წლამდე მე რასაც ვადევნებ თვალს რეკორდები იხსნება და იხსნება ძალიან მარტივად რო გითხრათ ყავს SUV, ჩემ მეუღლეს უყიდე და დავდივარ 10-0-ში. რაც ან შეიძლება რომ მივხვდეთ მარტივად არის ჰიპერკარის დრო, ესე რომ ვთქვათ. და დავდივარ თან ჩვეულებრივ საფარზე, არც წებოზე, არც არაფერზე რა. შენ რას გვეტყვი, თუნდაც მუხრუჭების ამბავზე 3 ლიტრია. იმიტომ რომ 3 ლიტრით იმდენი ფული გვაქვს დახარჯულიო მუხრუჭებზეო, რომ მუხრუჭებზე ძალიან მარტივია კარბონ კერამიკები უდგას, რომელიც სამუხრუჭე სისტემაში დება სადღაც $8,000-ზე შეიძლება მეტი. ასევე 3 ლიტრიან კალისტრაზე რო ჩამოვარდა საუბარი, $8,000 მაქვს საწვავის სისტემაში გადახდილი, რომელიც დგას შენ Toyota Supra-ზე. აი ეს თანხა არის ადგილზე გადახდილი და ამას ემატება ტრანსპორტირება და გამბაჟება პლუს რა. ხო და ესე რომ მუხრუჭები არ გიდგას, ანუ არალოგიკურია ერთის ხრივ, იმიტომ რომ 9 წამში მანქანა იღებს 270 და ჩერდება 270 მეტრში, ხო? და იმ მანქანას რომ მუხრუჭები არ ედგას და მუხრუჭებზე გველაპარაკო ჩვენ, მე მგონი არალოგიკურია რა. ესე მიმაჩნია მე. თქვენ აი როგორც მონაწილე რა შეხედავთ გამოსავალს? გზა გვინდა პირველ რიგში კაი საფარით, აეროპორტი, თელავის აეროპორტი, რაც ვილაპარაკე, ჩავედი, ვნახე, იდეალური ვარიანტია, თავის გარშემო ყველაფრით, ანუ ინფრასტრუქტურა დაალაგდება ფართია, შემოღობილია, ყველაფერი იდეალურად არის გაკეთებული. ანუ იმაზე კი არ არის გათვლილი, რომ მანქანა გაჩერდეს, იმხელა მანძილია, რომ ფიზიკურად მანქანას ტორმუზი ჩაუვარდეს, ნუ ხდება ესეთებიც. კი, რა თქმა უნდა. ტორმუზი რო ჩაუვარდეს, წინ 700 მეტრი კიდე ძველი საფარია დარჩენილი და იმის სიკით მინდორია კიდე, არ ვიცი, კილომეტრი. შეიძლება გაჩერდეთ თავს. კი, პლუს საფარი არის ახალი დაგებული და თან ძალიან კაი საფარია რა. აეროპორტის სცენაზე რო ამიხსნეს, რა თბილისის და ქუთაისის აეროპორტის შემდეგ ერთ-ერთი ნომერ პირველი საფარია მან დაგებული რა. სასწავლო ფრენებისთვის გამოიყენებ და უნივერსიტეტი და ეხლა სახელმწიფოს გადაეცა უკანი ჯარით ხონდა დაღებული. მოდი ხა შენც კითხავ და მე ბიჭებსაც ვკითხავ. ის ალტერნატივა რაც იყო შემოთავაზებული, რომ რამდენი მეტრი გამოდის 302 და რაღაცა 200 რაღაცა 201 მეტრზე, 201 მეტრზე დრაგი ისეთივე აბსურდულია, რომ ანუ არ ვიცი 201 მეტრზე დრაგი მიუღებელია კი არა რამდენი მეტრზე ეჭიდება ხოლმე თქვენი ავტომობილები სტარტის სუპრათი შემიძლია 400 მეტრზე სულ ბუქსაობით გავიარო არ მოიდგინე და გამოყავს მასეთი 1000 ხენძალიან უკანა წამყვანი მანქანა გამოყავს და 200 მეტრზე აჯიბრებ აი ისეთი რამეა რომ მაგას არც განიხილავთ არა კი 201 მეტრზე ხდება
მიკროფონი როგორ 201 მეტრზე დარბიან 10000 ხენის ძალიან დრაგსტერები რომლებიცაა და 200 მეტრზე რო უკვე 470-ით მიდის და იქით რო აზრი აღარ აქვს მაგათთვის ტარდება და ნუ კიდევ ტარდება ბრაზილიაში სადაც ვაფშე არანაირი ინფრასტრუქტურა არ აქვს და აი შუა ქუჩებში რო ატარებენ ისინი ატარებენ 1-10 მილის დისტანციაზე მასეთ შეჯიბრებს რაღაც 1 და 4 სივი რა ვიცი ჩვენ არ გვაქვს სურვილი და ყველას სურვილია რომ ის სტანდარტი რაც არის დადგენილი 402 მეტრი იმ მანძილზე ვიაროთ რა და მით უმეტეს რომ არის იმისი საშუალება ეხლა თუ სახელმწიფოც დაგვიდგება შესაბამისად გვერდში და ცოტა რაღაცა სიტყვა შეგვაწევენ და დაგვეხმარებიან რომ იმ აეროპორტის ტრასაზე ჩატარდეს ამ მანძილით საკმარისია სიგანით საკმარისია იმ ტრასას და უსაფრთხოებაც მაქსიმალურად დაცულია რა და მით უმეტეს არის უკვე ესეთი პრეცედენტები ევროპაში, სადაც აეროპორტის ტრასაზე ატარებენ და ძალიან უმაღლესი დონის დრაგს ატარებენ. სანამ ის რაღაც შეპირებული ავტოდრომი იქნება და FIA-ს სტანდარტების ტრასა იქნება, რა ვიცი, მანდ ჩატარება მაინც შეიძლება აეროპორტში, რომ იმის მაგივრად, რომ ქუჩაში ეხლა ვინც გაზაობს, პირიქით აქეთ გადმოვიდეს არ მოხდეს პირიქით რა აკრძალვა ყველა ვარიანტში გამოიწვევს მაგას რომ დღეს ვინც იქ დრაგზე იღებს მონაწილეობას აკრძალვის შემთხვევაში უმეტესობა ყველა თუ არა უმეტესობა მაინც ისევ წეროვანზე დაიწყებს გაზაობას და სამწუხაროდ იქაც იყო ისეთი ფაქტები რომ ბევრი მანქანა დამტრეულა ბიჭების სიცოცხლეც ემსხვერპლა და რა ვიცი მაქსიმალურად პირიქით ხელი უნდა იყოს შეწყობილი იმაზე რომ ქუჩიდან გადავიდეს მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე დაიხარჯოს ეს ადრენალინი რა. დადო, სპირტი ბარემ ხო, სპირტი რამდენად უსაფრთხო არის ესეთ დროს? მოდი მაგაზეც ვისაუბროთ. სპირტი წეგანაც ვლაპარაკობდით მანამდე რა. ანუ სპირტი ბევრად ნაკლებ ტემპერატურაზე იწვის და ნაკლებად ფეთქებადია ვიდრე ბენზინი. უსაფრთხოების თვალსაზრისით სპირტი პლუსი შეიძლება ითქვას სპირტზე და მინუს ვერ იტყვი რა ბენზინს რო შეადარო რა. საწვავის სისტემებზეც რაც ითქვა, ეხლა შეიძლება კი იყო როგორ არ იყო ეხლა 10-15 წლის დრაგზე უსაფრთხოების სტანდარტი არ იყო ისეთი როგორიც დაუშვათ ეხლა არის და მაშინ ცოდნაც არ იყო თვითონ მონაწილეების მხრიდანაც და მანქანების ნელი იყო უმეტესობა რა უმეტესობა კი არა 10 წამიანი მანქანა თითქმის არ დადიოდა ხოლმე რა ერთეულებს თუ არ ჩავთ რაღაც 3-4 წლის წინ მახსოვს რომ 11 ეხლა უკვე ანუ ეგ სტანდარტი აიწია ზემოთ რა აი იგივე ტეტერო დაიმტრა რა ვიცი მაქსიჩქარეზე დამტრეული მანქანა მასე გადატრიალებული მანქანა 1 გრამი საწვავი არ დაქცეულა მაგ მანქანიდან. ისე მოხდა ფაქტიურად ეგავარია რა და ნუ ცეცხლი ხო რა თქმა უნდა არ ყოფილა. რა ვიცი, არ პირველ რიგში ჩვენი ინტერესია, მონაწილეების ინტერესია, რომ ჩვენ სიცოცხლეს ჩვენ უფრთხილებით, მერე იქ ტექნიკური კომისიაც არის და იქაც მოწდება შესაბამისად. ტორმოზებს რაც შეეხება რა. კიდე მაგაზე მინდოდა მეთქვა იძულებულები ვართ რომ პირიქით რაც აქვს ქარხნული იმაზე 10 ჯერ უკეთეს სამოხურჭე სისტემას ვიყენებთ ჩვენ რომ იმ მანძილში გაჩერდეს. ზოგადად როცა დრაგზე მიდის საუბარი სამოხურჭე სისტემას ამსუბუქებენ და აპატარავებენ იმის გამო რომ უკეთესად აჩქარდეს მანქანა. ჩვენ პირიქით ვიწევს მაგ ყველაფრის კეთება რა. რო გაჩერდეს? ანუ დრაგის ტრასაზე მანქანა არ უნდა იყოს ქარხნული კი სამოხურჭე სისტემის იმედად არ უნდა იყოს გაჩერებას. იქ პარაშუტსაც იყენებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მანძილი წინ იმდენია, რომ სულ ვაფშე გაფუჭდეს ეს ტორმოზების სისტემა. უნდა გაჩერდეს მანქანა ისე, რომ ზღოს არაფერი მოუვიდეს რა. ხო, ნუ იყოს რუსთავი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა მაგ სტანდარტს. ახლა მაგას ჩვენ 10-11 წამიან მანქანას თუ გააჩერებ, აი 8 წამიანი მანქანები უკვე შეიძლება 10-დან 9 ჯერ გაჩერდეს, მეათედ ვეღარ გაჩერდება. ნუ რუსთავში უკვე ეგ პრობლემა თვალსაჩინო გახდა რა. აი, ბუბუსთანაც გადავიდეთ. მოგესალმებით. მადლობა, მოგზაურობისთვის. რას დაამატებ? თან შეჯამებისკენაც რო წავიდეთ ნელ-ნელა. დავამატებით, ბევრს ვერაფერს ვერ დავამატებ, გარდა იმისა, რომ
აუცილებლად გვესაჭიროება ადგილი, სადაც ჩატარდება drag racing-ი, გაგრძელდება და არ გადაიდება 1 წლით და 2 წლით, ანუ მე გამოსავალს გადადებაში ვერ ვხედავ, პირიქით ხელი უნდა შეუწყოთ, რომ სადღაც ადგილი გამოვყოთ, სადაც უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩატარდება ყველაფერი. უსაფრთხოების ზომებს რაც შეეხება ჩვენ, ისედაც ყველაფერი უსაფრთხოდ გვაქვს გაკეთებული, დატოს თქვის არ იყოს საწვავის სისტემა იმ დონეზე მოწესრიგებული და ისე კარგადაა ყველაფერი გაკეთებული, მსოფლიო დონეზე გვაქვს ყველაფერი გაკეთებული და მე არაერთი ავტომობილი ავაწყვე 1000-ხენიანი, რომლებიც ევროპაში გაიყიდა ჩვენს მიერ აწყობილი ავტომობილები და დღეს ასპარეზობენ, ანუ ჩვეულებრივ მონაწილეობას იღებენ შეჯიბრებებში და არის უმაღლეს დონეზე დაცული ყველაფერი. რაც შეეხება drag racing-ების უსაფრთხოებას მე წინა წელში ავაწყვე მანქანა იმის პირობით, რომ ჩვენ სამომავლოდ გვექნებოდა ტრასა, სადაც მივიღებდით მონაწილეობას drag racing-ებში. არა მარტო drag racing-ებში, აქ შეიძლება drag-ის ტრასა აშენდეს, მაგრამ სხვა ბევრი მრავალი შეჯიბრი ჩაატარვა. ანუ კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი რო იყოს. მე ავაწყვე მანქანა, რომელიც თვითონვე ფედერაციამ დამიდასტურა და მომცა ლიცენზია, რომ იყო თავიდან ბოლომდე უსაფრთხო, მაგრამ რა მივიღე, ანუ მომიწია ისევ და ისევ ავტომობილის გაყიდვა იმის გამო, რომ ტრასა არ აქვს, რომ მომეჭიდა ეს ავტომობილი რა. ანუ მანქანა ავაწყვე $80,000-იანი, ლიცენზირებული ლიცენზიით, მე თვითონ ბოლერის ლიცენზიაც ავიღე, დღესაც ლიცენზია მაქვს, მაგრამ მეგონა რომ ხვალ ზეგ მაზეგ 1 წლის შემდეგ დრაგის ტრასა გვეღირსებოდა, მაგრამ დღესაც დრაგის ტრასის გარეშე ვართ, ვიღებთ ასპარეზობას იმ გზაზე, სადაც საფრთხეა, უსაფრთხოდ არ ვძნობთ თავს, დარწმუნებულები ვართ, ჩვენც ვიცით, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს. ქუჩაში მართლა ხო არ გავალთ ბანზე ვიგაზავებ და იქ ხوار ჩავატარებთ, ანუ სადაც უსაფრთხოა ჩვენთვისაც, ხალხისთვისაც და მანქანისთვისაც, რაც გვაქვს, იმით ვკმაყოფილდებით, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ ანუ არ გვინდა, იმიტომ რომ 7 წლის უკან რო დავდიოდით 13 წამში, დღეს დავდივართ 8 წამში 412-ს და 412-ს კიდე რო თავი დავანებოდა 300-800 და 201-ს რო შევხედოთ, 201 მეტრზე ჩვენი საფარიდან გამომდინარე იმ დონეზე მაქვს ცხენი ძალები შეზღუდული მანქანაზე, 201 მეტრს მარტო მოჭიდებაში ვცდილობ, რომ მოვაჭიდო ავტომობილი, 201 მეტრის მერე ვიწყებ რეალიზება ძალის მთლიანის, ხო ხვდები, რაც ჩვენ ავტომობილებს გააჩნია და ანუ 201 მეტრზე ვისვე გაზავ საკუთარ თავს, ანუ გამორიცხული, ანუ არც 201 განიხილება, არც 300 განიხილება, დატოს თქმის არ იყოს 1.8 მილზე დადიან ტოპფუელები, რომლებიც დადიან 1 წამში და 2 წამში და 0.400 აქვს 2 წამი, ხო ხვდები, ანუ ის ვაფშე სხვა განზომილებაა. ჩვენ მაგამდე კიდე 10 წელი გვაკლია საუბრობთ და ანუ ჩვენ რაც გვაქვს, ხო, ჩვენ რაც გვაქვს და რა ჩვენ რაც ავაწყვე დღესაც მსოფლიო დონის მანქანები გვყავს აწყობილი, იმიტომ რომ ლაშამ სწორად აღნიშნა, არის დრაგის აპლიკაცია, შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანმა გადმოიწეროს, შევიდეს და დღეს საქართველოს დროშით ჩვენი ავტომობილი პირველ-მეორე ადგილს იკავებს და რავი, ერთ-ერთი დასაფასებელი სპორტია, მე ვფიქრობ, იქიდან გამომდინარე, რომ ეხა დრაგს არ ვაღიარებთ სპორტად, ცოტა ისეთი ნათქვამია. არ აღიარებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრაგში ადამიანები ემატება ყოველწლიურად, ემატება მონაწილე და ეხა მონაწილეს რომელი სპორტის სახეობაც უყვარს, იმ სპორტის სახეობას მიყვება, ხო? და აი შენ არ აღიარებთ მესვით, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ და ჩვენ ამისთვის ვხარჯავთ დროს, ენერგიას, ხამებს ვათენებთ, მანქანებს ვაწყობთ, ფინანსებს ვდებთ, ტორმოზის სისტემასაც შევეხებით, ტორმოზის სისტემას რაც შეეხება, მე თვითონ 24-დან $30,000-მდე ტორმოზის სისტემა მიყენიან. სადაც არ უნდა შეხვიდე კარბონ კერამიკა F80 M3-ის რა ღირს, პირდაპირ ნახავთ, რომ $20,000 პლუსი ღირს. ხო, $20,000 პლუსი ღირს, ანუ და მე პირიქით წინა პირველ ეტაპზე, ანუ ეს დისკი თვითონ იქიდან გამომდინარე, რომ საფარი არ გვიწყობს ხელს გასაჩერებელი მანძილი, რომ ცოტა გვაქვს რესკი ტორმოზი რომ მიწევს ხოლმე, ანუ დაფინიშება და დატორმოზება, თვითონ კერამიკული დისკები გავაფუჭე რა, ანუ თითო დისკი $2,200 ღირს, მარტო დისკი რა. ანუ გაფუჭდა იქიდან გამომდინარე, რომ კერამიკას არ უყვარს სწრაფად ტემპერატურის ცვლილება, ან უნდა წახვიდე, გაათბო, შეათბო, იარო, 1-2 კრუგი წრეზე, მერე მოხვიდე და დასტარტო და წახვიდე, მაგრამ ფიზიკურად ყველაზე ესზე მაგას ვერ გააკეთე, იმიტომ რომ იმხელა დროში იწელება ეგ ყველაფერი, რომ მაშინ შეჯიბრი ერთგვარიანი უნდა ჩავატაროთ და ანუ მანქანას რაც შეეხება ტორმოზის სისტემას, რაც შეეხება საწვავის სისტემას, რაც შეეხება და მომზადებას, ძრავის, კოლოფის და ზემოდან დრო, ხარჯი და ნევრები, ანუ იმდენი გვაქვს გაკეთებული, რომ დამიჯერე, მე ის ადამიანი არა ვარ, ვინც 2 წელი გზას დაელოდება და მე ის ადამიანი არა ვარ, ვინც 212-ზე და 318-ზე იგონკავებს. მოდი ესე რომ ვთქვა რა, ანუ თუ არის რეალურად პრობლემა არის საფარში, გზაში და
მანძილი რო არა გვაქვს და ზუსტად მაგას მოვითხოვთ, რომ ვიღაცამ გამოგვიყოს, განაგვაჩუქოს და გადმოგვცეს, უბრალოდ გამოგვიყოს წელიწადში 3-ჯერ, 4-ჯერ. ან აეროდრომი იქნება, ან რაღაცა უსაფრთხო მანძილი, სადაც რესკადატორმუზება არ მოგვიწევს. ხო, განი უფრო მეტი ექნება ტრასას და რაც მეტი უკეთეს რაღაცა შემოგთავაზებენ, გზა იქნება თუ აეროდრომი იქნება, ჩვენ თუნდაც უკვე მე ავარჩევთ, მიახლოებით თუ ასარჩევად იქნება საქმე და რასაც აქ ვაკეთებთ რუსთავში და მაქსიმალურად ვიცავთ ყველაფერს, იქ უფრო ათმაგად დავიცავთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით პრობლემა კიდე იმაშია ამ მანქანების დამტვრევის, რომ მანქანა როცა აფინიშებს 270, 280 და რესკტორმუზზე ჯდება დაშვებული სლიკებით, ყველა სლიკერთ ეგივესნაირად არ იქცევა. ზოგი მაღალ პორტიანს აყენებს, ზოგი წვიმის სლიკს აყენებს, ზოგი ჩაოვლიური ქალაქის საბურავით ასპარებს. ამ თვითონ გაცხელება ჭირდება ამ სლიკებსაც, მოჭიდებაში რომ შევიდეს. გასაცხელებელი მანძილიც არა გვაქვს, არც გასაჩერებელი და ანუ პრობლემა რეალურად გზაშია, თორე ჩვენ მანქანებში და ჩვენს ნაშრომში კი არა, ანუ მთელი მუღამი ეგაა რომ გზა გვჭირდება თორე შეჯიბრის გადადება რამოდენიმე წლით საერთოდ არ გვჭირდება ჩვენ იმიტომ რომ ზუსტად მაგისთვის ვიწვით რომ ყოველ წელიწადს უფრო მაგარი ჯანებით და უფრო მაგარი მანქანებით დაუბრუნდეთ და რავი ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. ერთად დავამატებ რა უსაფრთხოების კუთხით რა ანუ მთელი სოფლიო ფედერაციიდან დაწყებული რა ვიცი ლოკალური დამთავრებული ყველა ებრძვის იმას რომ ნებისმიერ სითხე არ უნდა მიედინებოდეს სალონში და ეგ ჩვენთან არ ხდება. ანუ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები, აი პირდაპირ გეტყვით, რომ სოფლიო დრიფტი მაგალითად კარკასის კომისიაში ვიჭიყავი, მეც როდესაც ფედერაციის წევრი ვიყავი და საქართველოს ლოგიკას მიაბეს სოფლიო დრიფტი. ანუ უსაფრთხოების კარკასის ლოგიკა. ანუ მაგი ბევრმა არ იცის. სტიუარტ მიურეია ის ადამიანი, რომელიც ზოგადად უსაფრთხოების უმაღლესი ტიპია უსაფრთხოების ამბავში ფორმულა 1-ში ყველა განხრაში და მასთან არის ქონა ხოლმე რაღაც პერიოდული ჩართვები ხოლმე, ანუ საქართველოსაც ჩაულებად ეხაც აქვს, ვინც არის ტექნიკური კომისარი, ჩაულებად ჩართვები არის და მაშინ იყო იქ საუბარი, რომ დრიფტი რაღაც ჩარჩოებში მოუხვედრილი იყო. ასევეა დრაგიც. დრაგიც მიყვება ზუსტად იგივე ლოგიკას, რომ სითხე არ უნდა გაედინებოდეს მანქანაში, რატო რომ გადაყირავდეს, მოცურდეს, დაეჯახოს, არ უნდა გაასხას არაფერმა ან რაღაც. თუ აი ბიჭების არ მომცემენ ტყუილის საშუალებას, აკუმულატორის თუ სალონში აი ტატოსნაირ მანქანაში სულთხოვ დახუფონ რაღაცა იმაში მოაქციონ. ამიტომ ისე რომ მარტო რომ ეს არ არის უსაფრთხო ეგრე არ არის. ყველაფერი ლოგიკაში ზის, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებში ასე თუ ისე ზის, გარდა ინფრასტრუქტურის. ინფრასტრუქტურასაც არავინ არავის არ თხოვს რომ გაჩუქოს, თუნდაც ვიქირავებთ იმ 4-ჯერ 3-ჯერ როცა იქნება ავიღებთ პირვანდელ მდგომარეობაში და უბრალოდ პირველ მდგომარეობაში. ანუ არც ჩვენ არ ვართ რაღაც ტყი და გამოვარდნილი ხალხი. თქვენი ორგანიზაცია კი ვიცით ერთ-ერთ საუკეთესო. თელ საქართველოში ვატარებთ ღონისძიებებს და ხალხი წლიდან წამდე ელოდება ამ ღონისძიებებს და რა ვიცი, როგორც კონცერტი ტარდება სადღაზა მთელი საქართველოს დადის, ისევე ამას ელოდებიან და მთელი საქართველოს ჩამოდის რა და რა ვიცი, ჩემი აზრით არ უნდა წარმოადგენს პრობლემას, რომ ერთი რაღაც ლოკაცია წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ დაგვითმონ, იგივე პირვანდელ მდგომარეობაში დაუბრუნოთ. თუ რამე დეფექტი აღმოაჩენენ, ზართვათ აღმოუფხრათ იმ წამს. პრობლემა არის. გიგი, მოდი შენთანაც გადავიდეთ შეჯამებისკენ. ეხლანდელი მდგომარეობით რა მდგომარეობაც არის რუსთავში განიხილება ჩატარება დრაგის? ჩვენ გვაქვს მთავარი პრობლემა, რომ აბსოლუტ კლასი აგვიჩქარდა ძალიან, ანუ მთავარი შოუ და სანახაობა რაც არის, ჩვენ თვითონ უყურებთ ორგანიზატორები, აი პირდაპირ ადრენალინით უყურებთ ამ ყველაფერს პირღია და ნუ აი არარეალურია ახლა ტეტეს რო უყურებდით ყველა თვითონაც თქვა იქ რო იყო მეხუთეშიც ვუქსაობდიო რა ანუ მანქანას რო უყურებდით აი ნუ ხო რა ყველამ დაინახა ეგ და ისეთი სწრაფი ავტომობილები აბსოლუტ კლას ვერ ვარგებთ რა უკვე უჭერთ რა და დანარჩენი ჩვეულებრივად ჩატარდება მაგრამ ჩვენ ახლა იმას ხვარვიდავთ რომ თავარი სანახაობა რაც არის ეს არ გქონდეს და დანარჩენი ჩავდიოთ რა ამიტომ გვჭირდება ახალი ტერიტორია სადაც ეს ყველაფერი ჩატარდება რა რამე მოლაპარაკებები არის უკვე ფედერაციას ამ კუთხით ან რაღაცა ვარიანტებს გთავაზობენ ან ფედერაცია არ ვიცი რა სიზავს როგორ იზავს მაგრამ მე უფრო ვფიქრობ რომ უფრო ზემოდან ანუ სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს ეს იმიტომ რომ ეს არ არის მარტო სპორტის პრობლემა ეს არის ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემა რა და ჯვარი გვწერია ვიღაცა სანამ მართლა არ დაზიანდება და რაღაცა მანამდე არ გამოიხედებიან ჩვენსკენ თუ რა მოხდება არ ვიცი რა და გვჭირდება ტერიტორია როგორც ნებისმიერ სპორტს ასევე ჩვენ გვჭირდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ეს ადრენალინი უსაფრთხოდ დავხარჯოთ და ვისიამოვნოთ და ჩვენი რეკორდები დავაფიქსიროთ ყველგან რა და ეს ცოტა მეტი ყურადღებას ვითხოვთ რა რომ
გამოგხედონ და არა ის რომ აი თქვენ ახან საფრთხის შემცველი ხართ საერთოდ დაიხურეთ რა და წადით სახში ჩამოკიდეთ ბუცები ეგრე არ არის სოფლიო რეკორდებზე და იმებზე და ნაშრომებზე გადიან ბიჭები და ამას პირიქით ხელშეწყობა ჭირდება და დაფასება ჭირდება და ეს ძალიან დიდი სპორტია და ის 8 წამი არის ბოლო 8 წამი იმ სპორტის რომელიც ერთი თვით და თვეებით ადრე იწყებენ ბიჭები და ტესტირების ხო და ის არის ბოლო 8 წამს ხედავთ ჩვენ თორე 8 წამიანი სპორტი კი არა ბოლო 8 წამს ხედავთ და მოდი რა ხელი შევუწყოთ ამ ბიჭებს და ჩვენც ამ სიყვარულით ვართ ამ ყველაფერში გინდა დრივჩი გინდა დრაგში თორე დრივჩი რო არანაირი შემოსავალი არ არსებობს და რეგიონში ჩვენი ჩასვლა არის ნუ ახლა როგორ გითხრა მაგრამ -50-60,000 ლარი მაგრამ იმ თვალებანთებულ ახალგაზრდებს ჩვენ ვერ მოვაკლებთ იმ სანახაობას, რომლებიც მთელი წელი წერენ, ხო ჩამოხვალ და ყველა მოდის და მოხუცია თუ ახალგაზრდა თვალებანთებული უყურებენ. ჩვენ მეტი ხელშეწყობა გვჭირდება ამ ყველა კუთხით და ჩვენ ეს დღეისობით არც ერთი ლარი დაფინანსება არ გვაქვს, არც რა ვიცი, ნუ არ გვინდა მაგ მერე თემა რა და მოდი ერთ ვისურვებ რომ გამოიხედონ ჩვენსკენ და ცოტა სერიოზულად მოგვიდგნენ რა. მადლობა დიდი რომ მოგვესით მაგის თქმის საშუალება. ხო, ანუ დაფინანსებასაც შეხება მინდა კაფეოთ იყოს გამიჯნული რომ დრაგს მხოლოდ ის ორგანიზაცია ატარებს ვინც არის სახელმწიფო სტრუქტურიდან ანუ არც არიან ვალდებული მაგაზე არც არის საუბარი რა პრეტენზიითაც არავინ არ არის რომ გინდა თუ არა რაღაც არა როგორ გადრებათ პირიქით ყველაფერს აქვს თავისი რაღაცა ხო დრაგი არის ერთადერთი ღონისძიება რომელიც სრულად თავის თავზე აფინანსებს ანუ ეგეც კაფეოთ მინდა რომ გამიჯნული იყოს რა ანუ ეს არ არის ვიღაცის რაღაცა კაპრიზი ან რაღაც ეს მოდის რა ვიცი 15 წლიანი ალბათ ისტორია მეტი თუ არა და რაღაცა ძველი დოსააფიდან დაწყებული აი სამ რეკონსტრუქცია მოხდა და იქიდან მოყოლებული რაღაცები იყო რა და დღეს მიიღო ესეთი სახე როგორც ბევრმა სხვა სპორტმა განვითარება მოიპოვა რა მადლობა ბიჭებო ძალიან დიდი მობრძანებისთვის. ცოტა შეზღუდული ვარ საერთოდ რომ სიამოვნებით მთელი დღე ვისაუბრებდით თქვენთან ერთად. მინდა წარმატებები გისურვოთ. იმედია ოდესმე სიტუაცია და გვეღირსება ავტოდრომი დრაგისთვის კონკრეტულად გამოყოფილი. იქამდე კიდე რა ვიცი ალბათ ყურადღება მისაქცევი აქვს ამ სპორტს, იმიტომ რომ ამდენი მაყურებელი, ამდენი მონაწილე მე მგონი არც ერთ ქართულ სხვა სახეობაში ავტოსპორტის მე არ მეგულება რა. არა მარტო ავტოსპორტის იმის თქმა დაგვაუწყდა ერთიო. აი ერთ რაღაცას დავამატებ, კიდე აღარ იყო. თუ ჩვენთან იქნება საერთაშორისო ნორმების შესაბამისი დრაგის ტრასა, აი მეოდებ პირობას, რომ მთელი აღმოსავლეთ ევროპის უჩქარესი მანქანები ჩამოვლენ საქართველოში და მიიღებენ ხოლმე მონაწილეობას. იქნება ეგ ამ კონკრეტულ სპორტს კი არ განავითარებს ხოლმე. იქ რა ტურიზმის განვითარდება და ძალიან ბევრ რაღაცას შეუწყობს ხელს რა და მოკლედ აქვს პერსპექტივა ამ საქმეს რა. მადლობა ბიჭებო მობრძანებისთვის, თქვენი პოზიციის და აზრის დაფიქსირებისთვის. დღეისათვის კი სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.